განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მეუდაბნოეს წმინდა მაგარი ეგვიპტელს, უდიდეს ღვთისმეტყველს, რომლის შრომათა ყველაზე რჩეული ნაწილი ქართულადაც უბრწყინვალესი თარგმანის სახით წმინდა ექვთიმე ათონელისგან შემონახულია და რომელიც ამონის მიერ ცნობილი ბერმონაზონის მიერ დაფუძნებულ სკიტის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სახელგანთქმული უდაბნოს საძმოს ნამდვილ მნათობად იქცა. მაგარი ეგვიპტელზე გვაქვს სჯელობა. ჩვენ შეძლებს დაგვარად მიმოვიხილეთ ამ განსაკუთრებული მოღვაწის ნაშრომები, მისი განდეგილური ცხოვრებაც განვიხილეთ მეტნაკლებად და მაშინ აღნიშნავდით, რომ ამგვარი სახელით, მაკარის სახელით, მხოლოდ ეს დიდი მოღვაწე არ გახლავთ ცნობილი, იყო მეორეც, ასევე სახელოვანი გარკვეულ წრეებში არანაკლებ ავტორიტეტული თუ უფრო მეტად არა, თუმცა საკუთრივ სამწერლობო ასპექტით ნაკლებ გამოჩინებული მაგარი ალექსანდრიელი. თანამედროვე მაგარი ეგვიპტელისა, დაბადებული ზემო ეგვიპტეში და განსაკუთრებული ბერმონაზნული ღვაწლისა და წარმატების შედეგად ღვთივ დაჯილდოებული სასწაულთმოქმედებათა და წინასწარმეტყველებათა მადლით. კურნებანიც ბევრი უკავშირდება მის სახელს, ეშმაკთ განსხვანი, რაც საზოგადოდ ბერმონაზონთა დიდი მადლმოსილება იყო ღვთისგან, თუმცა საეკლესიო მწერლობის მხრივ, როგორც აღნიშნეთ, მისი ნაკლები სახელგანთქმულობის გამო, შთაუმავლობაში ამ მოღვაწესთან დაკავშირებით თითქმის არაფერი გვხვდება ღირსშესანიშნავი. ნამდვილად ვიცით, რომ ისიც კელინური მოღვაწე იყო, კერძოდ ასე წოდებულ კელიათა უდაბნოში მარტოთმყოფობით მოღვაწე, სადაც იგი დაახლოებით 335 წელს დაფუძნდა, სადაც 335 წლიდან დაიწყო მან დაყუდებითი, ანუ ჰესიქასტური მოღვაწეობა და აღესრულა 394 წელს, დაახლოებით 100 წლისა. სწორედ ამ კელიათა უდაბნოში, ასე წოდებულ ბერძნულშიც ასე ეწოდება მას, ტაკელია, ანუ კელიათა უდაბნოში, ჰპოვა იგი პირველ განდეგილთა ყველაზე სახელგანთქმულმა მეისტორიემ, პალადი ჰელენოპოლელმა, რომელზეც ჩვენ შემდეგ გვექნება საუბარი, ცნობილი ლავსაიკონის ავტორმა და რომელსაც მისივე თქმით მაგარი ალექსანდრიელი უნახავს აღსასრულამდე 3 წლით ადრე. მე-18 თავში თავისი ლავსაიკონისა პალადი ჰელენოპოლელი, ეს უადრესი წყარო ჩვენთვის მაგარი ალექსანდრიელის მოღვაწეობის შესახებ, ნამდვილი თაყვანისცემითი განწყობილებით აღგვიწერს მის განსაკუთრებით ახოვან ღვაწლს და გვაუწყებს იმის შესახებაც, რომ იგი ყოფილა მღვდელი, ეს თავისთავად უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. შეგვიძლია ისიც დაუმატოთ, რომ მაგარი ალექსანდრიელი, როგორც ჩანს, გარკვეულ ჟამს სამონასტრო ცხოვრების წინამძღვარიც ყოფილა ნიტრიის უდაბნოში. მიუხედავად იმისა, რომ პალადი ამ მოღვაწის არც ერთ ნაშრომზე უშუალოდ თვითონ არ მიუთითებს და ზოგი მკვლევარი აქედან გამომდინარე იმ დასკვნასაც აკეთებს, რომ შესაძლოა მაგარი ალექსანდრიელი საერთოდ არაფერს არ წერდა, ჩვენ მაინც შეგვიძლია ხელნაწერებში მოვიძიოთ მისი 3 გამონათქვამი, ასე შეიძლება ითქვას, 3 შეგონება, რომლებიც არაა გამორიცხული მართლაც ზეპირად იყო შემონახული მის მოწაფეებთან და გვიან იქნა წერილობით გაფორმებული, როდესაც ცნობილი პატერიკონები, იგივე აპოფთეგმები, ანუ მამათა შესახებ მოკლე უწყებანი კრებულის სახით ერთიანდებოდა და დგინდებოდა. მხოლოდ ესაა ის ნიშანი, რითაც მაგარი ალექსანდრიელი საეკლესიო მწერლობას უკავშირდება და ჩვენს ამ მოღვაწეზე ამით დავასრულებთ საუბარს. შეიძლება საერთოდ არ შევხებოდით, მაგრამ როგორც გამორჩეულ მეუდაბნოეს ერთ-ერთ უდიდეს იმ მამათა თანასწორს, რომელსაც დააფუძნეს ასკეტიზმი, რადგანაც რაღაც კვალი და გამოკრთომო პატრისტიკაშიც აქვს, ვალდებულად ჩავთვალეთ ჩვენი თავი, რომ ამის შესახებ გარკვეული აღნიშვნა გაგვეკეთებინა. უფრო ცნობილია და უფრო მეტი შეიძლება ითქვას, ასევე უაღრესად ავტორიტეტული მოღვაწის ჰორსისიუსის შესახებ, რომელიც მეორე ფორმითაც არის ცნობილი მკვლევართათვის ჰორსიესი, თუმცა უფრო სწორია ჰორსისიუსი,
რომელიც დაახლოებით მეოთხე საუკუნის შუა წლებსა და მეორე ნახევარში მოღვაწეობდა, წმინდა პახუმი დიდის 8 წლის ერთ-ერთი დიდი გამგრძელებელი გახლავთ, ჩვენ პახუმიზე გქონდა საგანგებო საუბარი. პახუმის შესახებ ჩვენ საუბრობდით, რომ მან პირველმა დააფუძნა სამონასტრო ტიპის სამოღვაწეო ადგილი, კვინობი, დაახლოებით 300 წელს. დიდი ღვაწლი გასია ამ მხრივ, წესგანგება ჩამოაყალიბა და როდესაც მის მიერ დაფუძნებულ სამონასტრო ცხოვრებას მისი აღსასრულის შემდეგ მეწინააღმდეგე სჭირდებოდა, საკუთრივ პახუმიმ ასეთად განაჩინა პეტრონიუსი, ნაკლებად ცნობილი ჩვენთვის პიროვნება, რომელმაც მხოლოდ 2 თვე უწინამძღვრა პახუმისგან დასაძირკვლებულ ბერმონაზნულ სამონასტრო ცხოვრებას, შემდგომ აღესრულა და სწორედ პეტრონიუსის მომდევნო, ფაქტობრივად იმავე პახუმი დიდის უშუალო მომდევნო, ახლა 2 თვე აქ, რა თქმა უნდა, რაიმეს არ წყვეტს, გახლავთ ხორსისიუსი. მან მიიღო წინამძღვრობა, იტვირთა ეს დიდი ვალდებულება, თუმცა მიუხედავად განსაკუთრებული ძალისხმევისა, მაინც ვერ შეძლო სამონასტრო ცხოვრებაში სრული ჰარმონიისა და მშვიდობის დამყარება. ნიშანდობლივია ეს მხარე, რომ ამ უადრეს პერიოდშიც კი პირველ დაფუძნებათა ჟამს უკეთური ძალის მოქმედებით და პიროვნული სისუსტით უთანხმოებანი და აშლილობანი იმ უადრეს საძმოშიც სახეზია. იმ ზომამდე გამძლავრდა უთანხმოება და იმგვარი სირთულეები წარმოიქმნა მის წინაშე, რომ ხორსისიუსმა გადაწყვიტა ძლავრი და ძლიერი მხარდამჭერი ეპოვა, რომ მასთან ერთად ეწინამძღვრა სულიერი ცხოვრებისთვის. 350 წელს, როდესაც ეს სირთულეები დაპირისპირებანი განსაკუთრებით გაღრმავდა, მან თანაწინამძღვრად, თანაშემწედ განაწესა შემდგომში სახელგანთქმული ასკეტი მოღვაწე თეოდორე, რომლის უაღრესად კეთილნაყოფიერი ღვაწლის შედეგად მართლაც დაისადგურა მშვიდობამ და თანხმობამ. რაც შეეხება საკუთრივ ხორსისიუსის კავშირს საეკლესიო მწერლობასთან, ამ მხრივ ყურადღება მისაქცევი გახლავთ პახუმი დიდის ჩვენს მიერ ხსენებული წესგანგების იერონიმესეული ლათინური ვერსია, რაც შეიცავს დანართის სახით ხორსისიუსის ნაშრომს სახელწოდებით მონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მოძღვრებაზე, შეიძლება ქართულად ითარგმნოს, მოძღვრება მონაზონთა მოღვაწეობის შესახებ. მკვლევართა ერთსულოვანი შეფასებით ეს ნაშრომი სწამებს და ადასტურებს ავტორის ხორსისიუსის ღრმა რელიგიურ და სამონაზვნო წვდომას, სამონაზვნო თვალით აღქმას ამქვეყნიური, ზოგადად ყოფიერებითი რაობისა და განმზადებისკენ, იმქვეყნიური კეთილი ხვედრის მოპოვებისკენ დაუცხრომელი ღვწისთვის ადამიანთა მის უშუალო ხელქვეით და მის საწინამძღვრო მოღვაწეთა წარმართვა. ეს ნაშრომი შედგება 56 თავისგან და შეგონებითი ხასიათისაა, შეაგონებს ბერებს, მონაზონებს, მათ მოვალეობებს და ეს შეგონებანი იმდენად სრულყოფილია, იმდენად ამომწურავია, რომ ძველთაგანვე დამკვიდრებული შეფასებით უფრო მეტად გვაძლევს ჩვენ დღეისათვის საშუალებას შევაღწიოთ იმ პირველ დაფუძნებულ საძმოთა სულიერ წიაღში მათი ცხოვრების წესი, გავიცოცხლოთ ჩვენს თვალთა წინაშე, უფრო მეტყველია, ვიდრე საკუთრივ პახუმისეული წესგანგება. ამიტომ ესეც თავისთავად უაღრესად დიდი ძეგლია, დიდი ნაშრომი გახლავთ თავისი სულიერი ღირსებითაც და ისტორიული მნიშვნელობითაც, თუნდაც დღევანდელობის თვალსაჩინარიდან მეოთხე საუკუნის განდეგილობის პირველ დაფუძნების ჩვენს თვალწინ გაცოცხლების მიზანდასახულობით. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ნაშრომის ბოლო ნაწილში მითითებულია, რომ ხორსისიუსმა ეს სულება, ეს ასკეტური ძეგლი დაწერა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, იგი გარდაცვალების წინ. და როგორც ჩანს, ამის გამოა, რომ რუფინუსის ერთ-ერთი გვიანდელი გამგრძელებელი თავის დროზე ჩვენგან ხსენებული გენადიუსი ამ ძეგლს განიხილავს როგორც ხორსისიუსის აღთქმას, ანუ ანდერძს. მეოცე საუკუნის შუა წლებში ცნობილი გახდა და გამოცემაც შესრულდა თეოფილე ალექსანდრიელის, ცნობილი ეპისკოპოსის ალექსანდრიის, კირილე ალექსანდრიელის ბიძის, რომელსაც ჩვენ შევეხებით, თავისებური პიროვნების და მრავალი ნიშნით
ყურადღება მის აქცევი მოღვაწის ეპისტოლე ხორსისიუსისადმი, რაც არის ძალიან საყურადღებო დეტალების შემცველი ძეგლი და განსაკუთრებით იმ ცნობების მხრივ იქცევს ეს ძეგლი ყურადღებას, რაც ეხება ვნების შვიდეულის ღვთისმსახურებას ალექსანდრიაში და აგრეთვე მრავლისმეტყველია ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ ხორსისიუსი მონაწილეობას იღებდა აღდგომის დღესასწაულში საკუთრივ ეგვიპტის მეტროპოლიაში, ანუ ალექსანდრიაში. მართალია ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს ეპისტოლე შესაძლოა არ იყოს ნამდვილი, მაგრამ არავინ არ უარყოფს იმას, რომ ესე ნამდვილი იმ გაგებით, რომ თეოფილე შეიძლება არ გაუგზავნია ეს ეპისტოლე, მაგრამ მასში დაცული მონაცემები, ფაქტოლოგიური მონაცემები, რომ ჭეშმარიტი ამაზე რა თქმა უნდა არავინ არ დაობს. თუმცა გენადი არ ახსენებს ამ ეპისტოლეს, ისევე როგორც ამ პიროვნებამ არ იცის ხორსისიუსის ავტორობით ცნობილი სხვა შრომაც, თავისთავად ძალიან საყურადღებო, რომელსაც ასეთი სახელწოდება აქვს, ქართულად შეიძლება ასე ითარგმნოს, წიგნი წმინდანთა 6 გულის ძრახვის შესახებ, რაც მხოლოდ ლათინურადაა შემონახული და სამართლიანად ითვლება აპოკრიფულ ძეგლად. აი ესაა ყველაფერი, რაც ხორსისიუსის შესახებ შეიძლება ვთქვათ. მსმენელს არ უნდა გაუგვირდეს ესეთი მოკლე განხილვები, იმიტომ რომ მეუდაბნო იმამებისგან უადრეს პერიოდში განსაკუთრებით ძალიან მცირე ჯერ იწერებოდა და მერე არის შემონახული ჩვენამდე, მათ თავი მიძღვნილი ჰქონდათ მთლიანად განმარტოებითი მოღვაწეობისკენ და შესაბამისად არ მეისახავდნენ მიზნად რაღაც განსაკუთრებით ნაყოფიერი სამწერლობო მოღვაწეობის აღსრულებას. ყველაფერი, რაც დღეისათვის ჩვენთვის ცნობილია, ჩვენი ცდელობა ესაა, ასე შეჯამებული სახით ამ მოღვაწეთა შესახებ წარმოჩნდეს, ჩვენ მათ ჩვენი პროფილის შესაბამისად დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, ვერ განვიხილავთ, ესე იგი საეკლესიო მწერლობისგან დამოუკიდებლად, ამიტომ მცირედი რამ მასალაც თუა ამ უდიდეს მოღვაწეთა კავშირის დამადასტურებელი საკუთრივ სამწერლობო მოღვაწეობასთან, ჩვენ ამ ნიშნით მაინც ვცდილობთ, რომ ისინი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს და მსმენელმაც ფაქტობრივად დავიწყებულ ამ უდიდეს სახელთა შესახებ, თუნდაც აი ეს ზოგადი ინფორმაცია მაინც მიიღოს. იგივე ითქმის თეოდორესთან დაკავშირებითაც, რომელიც ჩვენ უკვე ვახსენეთ და რომლის ღვაწლიც თუნდაც იმ ფაქტში ნათლად გამჟღავნდა, რომ ხორსისიუსმა რაც ვერ შეძლო, მან შეძლო თავისი განსაკუთრებული სულიერი ღირსებებით საძმოში მშვიდობის დამყარებას გულისხმობთ და თანამოღვაწეობა ხორსისიუსის გვერდით ამ უკანასკნელისთვის და მთელი საძმოსთვის უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამიტომ იყო, რომ ამ პიროვნებას განსაკუთრებით დიდი პატივისცემა ჰქონდა მონაზონთა მხრიდან, თავისი დროისა და თვით ისიც თეოდორეც პახუმის ღვაწლის ენერგიული გამგრძელებელი აფუძნებდა აგრეთვე მონასტრებს, თუმცა საკმაოდ ადრე აღესრულა როგორც ჩანს, იმიტომ რომ 368 წლის 27 აპრილს გარდაიცვალა, ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ის რა ასაკისა იყო, როდესაც 350 წელს ხორსისიუსმა თავის თანაშემწედ განაწესა. თუ მაშინ ის ხანდაზმული არ იყო, შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ საკმაოდ ნაადრევად დაასრულა ამ ქვეყნიური მოღვაწეობა. რაც შეეხება კონკრეტულად წინამძღვრულ ღვაწლს, ეს ღვაწლი მოიცავდა, როგორც ცხადია, 18 წელს, 350 წლიდან 368 წლის ჩათვლით. სხვათა შორის ცნობილია წმინდა ათანასე ალექსანდრიელის ჩვენს მიერ თავის დროზე შედარებით დაწვრილებით განხილული უდიდესი მოღვაწის წერილობითი მიმართვა ხორსისიუსისადმი, სწორედ თეოდორეს აღსრულების შემდეგ, რომ მას, ესე იგი ხორსისიუსს, მთლიანი წინამძღვრობა ეტვირთა თავის თავზე. და ამავე ეპისტოლეში თვით თეოდორეც ძალიან აღმატებული ეპითეტებითა შეფასებული და დაფასებული. ჩვენ შეიძლება უფრო დეტალურადაც გვეთქვა ამ ეპისტოლის შესახებ, სადაც ათანასე მიმართავს რა ხორსისიუსს, ჯერ თავის მწუხარებას გამოხატავს თეოდორეს აღსრულების შესახებ, აღნიშნავს რაღაც, რომ ახლახან გაიგო მან გარდაცვალება კურთხეული თეოდორესი, რამაც იგი დიდად აღაღელვა, პირდაპირ ამბობს, რომ ამ მოვლენამ დიდი მღელვარება გამოიწვია ჩემში, ვიცოდი რა მიმართავს ხორსისიუსს, რაოდენ ბევრს ნიშნავდა იგი საზოგადოდ და კონკრეტულად შენთვის. ძალიან საყურადღებო ათანასე ალექსანდრიელისგან იმაზე ხაზგასმაც, რომ მისი თქმით, ეს რომ არ ყოფილიყო თეოდორე,
მაშინ ამბობს ათანასე და მიმართავს ხორსისიუს, მე მრავალი სიტყვით წარმოვაჩენდი შენს წინაშე სიკვდილის საშინელებას, ანუ იმ ხვედრს, რაც სიკვდილის შემდეგ ადამიანს ელოდებაო, მაგრამ რადგანაც საქმე ეხება თეოდორეს, რომელსაც მე და შენ ვიცნობდითო, მიმართავს ხორსისიუს, რაღა უნდა ვთქვა ჩემს წერილში მის შესახებ, გარდა იმისა, რომ კურთხეულია თეოდორე, ნეტარია თეოდორე, რომელი არა შევიდა ზრახვას აუხტოთას აი ამ ფსალმუნთა ამ სიტყვებს იშველიებს ათანასე. და თუ იგი არის ნეტარი, რომელსაც ეშინია უფლისა, ჩვენ შეგვიძლია გულდაჯერებით უწოდოთ მას კურთხეული, მტკიცედ ვიქნებით რა დარწმუნებული იმაში, რომ მან სეცას მიაღწია და უზრუნველ ცხოვრებაში ჰგიეს. ამიტომაც ბოლოს ასეთი შეგონება აქვს თელი საძმოსადმი ათანასეს, ჩვენ შეგვიძლია სიტყვები პირდაპირ მოვიტანოთ, ძმანო, საყვარელნო და ძლიერ სასურველნო, ნუ დაიტირებთ თეოდორეს, რადგან ის არ არის მკვდარი, არამედ სინავს ეს მათეს სიტყვები, ნუ რავინ დაიტირებს, მას გაიხსენებს რა, არამედ ჰბაძოს მის ცხოვრებას, რადგან არათუ ვინმეს წასვლაზე უნდა მწუხარებდეთ, თუ ეს ადამიანი იქ წავიდა, სადაც არ არის მწუხარება, არამედ იმაზე უნდა ვწუხდეთ, რომ სხვა ხვედრი არ გვეწიოს. ამას გწერთ, ამბობს ბოლოს ათანასე, თქვენ ყველას ერთობლივად, მაგრამ განსაკუთრებით კი შენ, ხორსისიუს, საყვარელო და გამორჩეულად სასურველო ჩემთვის, რათა ამჟამად, როდესაც ჩვენი ძმა თეოდორე ძინარებაშია, შენ გმართებს მთელი ვალდებულებისა და ღვაწლის საკუთარ თავზე აღება და მისი ადგილის დაკავება ძმათა შორის. რადგანაც სანამ ის ცოცხალი იყო თეოდორე იგულისხმება, თქვენ ორნი იყავით ერთი, შეიძლება აქ გარკვეული ალუზია იყოს, მინიშნება იყოს ცნობილ სწავლებასთან ანტიკურ არისტოტელიდან მომდინარე და გარკვეული ნიშნით პლატონთანაც რომ მოიპოვება, რომ მეგობრობა ესაა ერთი სული ორ სხეულში, თითქმის იგივე სწავლება ამჯერადაც, რომ როდესაც თეოდორე თანამოღვაწეობდა ხორსისიუსთან ამ ქვეყნად, ხორციელ სიცოცხლეში ეს ორი ერთი იყო. ასე რომ ბოლოს დაძენს ათანასე იმოქმედე და იმოქმედებ რა მომწერე კიდეც და მითხარ შენი ჯანმრთელობისა და მთელი საძმოს კეთილდღეობის შესახებ. რადგანაც ჩვენთვის დღეისათვის უცნობია თუ თეოდორეს სიკვდილის შემდეგ რამდენხანს წინამძღვრობდა ხორსისიუსი საძმოს, შესაბამისად არც იმის თქმა შეგვიძლია თუ კიდევ ათანასეს გარდაცვალების შემდგომაც აგრძელებდა თუ არა იგი ამ დიდი ღვთელმთავრის მიერ მასზე დაკისრებულ ამ წერილის სახით თუნდაც მოვალეობას, მაგრამ ერთი რამ მოეჭველია ხორსისიუსმა რა ხანგრძლივობითაც იგი წინამძღვრობდა საძმოს, თუნდაც თეოდორესთან ერთად და განსაკუთრებით თეოდორეს შემდეგ, ღირსეულად იტვირთა ვალდებულება თავისი დიდი სულიერი მეგობრის თეოდორეს ღვაწლი არ დააკნინა, პირიქით წარმატებულხო, იმიტომ რომ მათი საძმო შემდგომში უაღრესად გამოჩინებულია და ამით ფაქტობრივად ათანასეს ღვთელმთავრული კურთხევა და ბრძანება ყოვლად მორჩილად აღასრულა. რაც შეეხება ხორსისიუსის შრომებს, გენადი ჩვენს მიერ ზემოხსენებული ლათინი მოღვაწე, რომელიც ნეტარი იერონიმეს მსგავსად თავის ნაშრომში ბრწყინვალე კაცთა შესახვის, ესე იგი სათაურითაც გენადის შრომა იგივეობრივია ნეტარი იერონიმეს ჩვენს მიერ ხშირად დასახელებული ამ ნაშრომისა, აი ამ თავის თხზულებაში მერვე მეცხრე თავებში ახსენებს თეოდორეს სამ წერილს, რომელთა აი ამ ეპისტოლეთა ძირითადი მიზანდასახულობაც, როგორც ჩანს, იყო საძმოში წარმოქმნილი უთანხმოების აღმოფხვრა და პახუმისეულ მონასტრებში მშვიდობის დამკვიდრება. ამ სამთაგან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ერთი იერონიმეს თარგმანით, რაც დართული აქვს ასევე პახუმის წესგანგების მისეულ, ესე იგი იერონიმესეულ ლათინურ თარგმანს. მას წინ უძღვის ზოგადი, ასე ვთქვათ, მრგვალი მოსავლელი, ანუ ენციკლური ეპისტოლე, სახელწოდებით აღდგომის შესახებ ყველა მონასტრისადმი, სადაც არის დამოძღვრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნეს ღირსეულად დღესასწაულებული, მოახლოებული აღდგომა, ერთსულოვნად და მშვიდობით, თუ როგორ უნდა განმტკიცდნენ ყველანი მარხვაში და როგორი სიხარული იქნება ერთობლივად მოხვეჭა იმ უდიდესი მადლისა, რასაც აღდგომის
გამორჩეული და ყოვლადწინვალე დღესასწაული ყველა მორწმუნეს მიხმადლებს. სხვა რამ შრომა თეოდორესი ჩვენ არ ვიცით, თუ არ ჩავთვლით მოკლე შენიშვნას ამ მოღვაწისას, რაც შემონახული გახლავთ ეგვიპტელი ეპისკოპოსის ამონის მიწერმოწერაში თეოფილე ალექსანდრიელისადმი და რაც მიმართულია ნიტრიის მთებში მოღვაწე ბერებისადმი, მათი გამხნევების მიზნით და იმის მკაფიოდ წარმოჩენით, რომ ისიც თეოდორეც 8 წელში მათ გვერდითაა. კონკრეტულად არიანელთა წინააღმდეგ, რაც მაშინ ყველაზე დიდი უბედურება იყო ეკლესიის წინაშე. ჩვენ დროებით აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.